Via Dolorosas იგივე ჯვარცმის გზის მსვლელობა იერუსალიმში ჩასულმა ასეულობით მორწმუნემ დღეს ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიმეორა. მსვლელობისას იყო 14 გაჩერება ზუსტად იმ ადგილებზე, სადაც სახარების მიხედვით მაცხოვარმა შეისვენა. პილიგრიმებს შორის იყვნენ წმინდა მიწაზე საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც. Via Dolorosas მსვლელობა მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. ტრადიციულად მსვლელობა ლომის კარიბჭიდან იწყება და გოლგოთაზე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავთან სრულდება. ეს არის ადგილი, როდესაც მაცხოვარი მოყავდათ ამ გზაზე, იკლიან გზაზე და მან დაღლილმა დაქანცულა მიადო ხელი და ქვამაც კი ვერ გაუძლო იმ გულის ტვირთს, რომელსაც ატარებდა მაცხოვარი იმ მომენტში და ჩაიზნიდა ეს ქვა, რომელიც თავის გულში ჩაერა მაცხოვრის ეს მძიმე ვნება. მივემართებით სულ ყველა გოლგოთასკენ, ეს გზა არის ჯვარცმის გზა, ტანჯვის გზა, Via Dolorosa ესე ქვია და აი ამ წუთას დაიწერა ლექსი Via Dolorosa ესე ქვია. მთელი სიღრმით ვეზიარე გუშინ მე იმ დროსა, როცა სისხლით იქნება Dolorosa ვინანიებ ყველა ცოდვა, გავატანე ქორცრემლი მომდის მახსენდება Via Dolorosa, სივრცელობს დეცა შავად შეიმოს აღარასდროს განმეორდეს Via Dolorosa ჭეშმარიტი რომ შევიცნოთ, რომ მოვიდეთ გონსა, უნდა იგ სულმაც ხორცმაც Via Dolorosa.